გამარჯობა. დღეს ჩვენ ვნახავთ თუ რატო არ უნდა დანებდე ჭადრაკში არასდროს. ცოტა დაფაუნე შევაბრუნო, იმიტომ რომ დღეს სულას აკეთებენ შავები. ხო და აქ თეთრებმა ითამაშეს მეფე F8. და ჩვენ აქ ხედავთ, ვაიმე, ეს რა ცუდია. შამათი ერთ სულაში და წავაგებ. ყველაფერი წარსულშია. წავაგებ, ვნებდებით. არა. შენ არ დანებდე არასდროს. ჯობს შენ უყურე თუ როგორ გისვას მოწინააღმდეგე შამათს რადგან წაგება ხანდახან რაღაც გასწავლის. ხანდახან შეიძლება ყოველთვის არა, მაგრამ მაინც. ხო და არასდროს არ დანებდეთ, რადგან რა შეიძლება წინ რა გელოდება. როგორი საოცრებები. მაგალითად აი ეს სულა, ნახეთ როგორი საოცრებაა. ეხა როგორც ხედავთ, თეთრები არიან იძულებულები, რომ აიყვანონ თავისი მეფე ზევით და ჩვენ ჩანგალზე დავიჭერთ მეფეს. მეფეს ნახეთ რა საოცარი სულა არის. ხო, თუ მოკლავენ თეთრები, პატი არის, როგორც ხედავთ, თვითონ ლაზიერი. ამაზონი არ არის, რო ქიში გამოუცხადოს, ანუ ამაზონი არის ფიგურა, რომელიც მოძრაობს. ლაზიერი და მხედარი. ხო და ნახეთ, ყველაფერს უბლოკავს ლაზიერი, მეფეს და პატი არის. როგორი ფრე შეიძლება გამოგრჩეს საოცრება. მაგრამ თუ ეტლს არ მოკლავენ, შენ რა თქმა უნდა მოაშორებ და ისევ ყაიმი დასრულდება. აი სწორედ არ უნდა დანებდე, რადგან შენ შეიძლება წინ ასეთ საოცრება გელოდება და შენ ფიქრობ აღარაფერი გამოვა, რა ცუდია. აი სწორედ აი ამ პოზიციაზე ზუსტად ეს მოხდა. დღესაც კიდე სულეს ყო. მე დღეს მოდი არ გთხოვთ დალაიქებას და გამოწერას. უბრალოდ ეს დაერიგება გაითვალისწინეთ. მე კიდე დამით და გემშვიდობებით ნახვამდის.